არის თუ არა ეროვნული ბანკის მიერ 1992-93 წლებში გაცემული სესხების შესახებ ინფორმაცია საჯარო, ამას სასამართლო დაადგენს. ბანკის ხელთარსებული საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით გიორგი ქადაგიძის უწყების წინააღმდეგ ახალგაზრდა ფინანსისტთა ასოციაცია საქალაქო სასამართლოს მიმართავს, სადაც მის ინტერესს ახალგაზრდა ადვოკატთა ასოციაცია დაიცავს. საქმე ეხება 20 წლის წინ 500-ზე მეტ ორგანიზაციაზე გაცემულ 854 მილიარდი მანეთის და კუპონის საკრედიტო რესურსს, რომელსაც ჰიპერინფლაციური პროცესების დროს 10,000-ობით მოქალაქის ფულადი ანაბარი შეეწირა. მოვლენათა კვლევის და რეალური სურათის დასადგენად ახალგაზრდა ფინანსისტთა ასოციაცია გაცემული კრედიტების და მათი მიმღები ორგანიზაციების ვინაობის შესახებ ოფიციალურ ცნობებს ითხოვს. მონაცემების გაცემაზე კი ეროვნული ბანკი უარს ინფორმაციის საიდუმლო შინაარსის გამო ამბობს. სავარაუდოდ ამ სიაში იმალება ის კომპანიები, რომლებაც მილიარდობით კრედიტები აიღეს ეროვნული ბანკისგან, იშოვეს ძალიან დიდი ფული და რეალურად დაბრუნების დროს დააბრუნეს ნომინალურად იგივე რაოდენობის ფული, მაგრამ რეალურად ეს ფული იყო გაცილებით დაბალი მხედველობნარიანობის. ვფიქრობთ, რომ გარკვეულმა ჯგუფებმა ძალიან დიდი ფული იშოვეს ამ საქმეში. არ არსებობს საქართველოს კანონმდებლობით, თუნდაც ევროპული კანონმდებლობითაც ავიღოთ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებიც კი საჯარო უწყებას, საჯარო ინფორმაციის გაცემასთან მიმართებით ეთქვას უარი. ეროვნული ბანკის პოზიცია, რომ ჩვენს მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია არის პერსონალური საიდუმლოების და კომერციული